გულწრფელიც ვიქნები და გეტყვით რომ აი ძალიან ისე ქრისტიანული კუთხით რო გითხრათ, საეკლესიო სწავლებით რო გითხრათ, ძალიან არახსახარბიელო სურათი დაიხატა და მე მინდა ამ კონტექსტზე მიგაქცევინოთ ყურადღება. ჩვენ გვინდა ხოლმე წინდაწინ რაღაცა ვიცოდეთ. და ამით აღმოჩნდა რომ ეს გვლის. ეს ძალიან მძიმეა. აი მე ძალიან მინდა წინდაწინ ვიცოდე რა მოხდება, იმას არ გავაკეთებ და სხვა რაღაცა ისა ხო ადამიანურ ლოგიკას რო გავყვეთ და თურმე ეს დამღლელია. ანუ რაც მინდა თურმე ის დამღლელია. არ გიფიქრიათ ამაზე? ნახეთ რა საინტერესო. ძალიან დამღლელია, ანუ მე პირადად სრულწმა გარდა იმისა რომ სიზმარი მაქვს, ასევე რაღაცნაირად დაცდილი მაქვს. მადლობდივარ. მარცხენა თვალის თამაში, მარჯვენა თვალის ის იმდენად დამღალა ამ სრულწმენამდე, რომელიც ნამდვილად მიხდება შემდეგ. კი ბატონო. რომ ამაზე ისეთი ცრუ გამოდის. საინტერესო ისტორია მოყევით მამასთან დაკავშირებით, მე მესმისის თესტკივილი თვითონ ამ განცდილი მამასთან დაკავშირებით. თქვენ მამა დაგძალეთ, მაგრამ მამას ესაუბრებით. ანუ ვიღაცა ის მამა რომელიც დაგძალეთ, აი მამასთან საუბრისას აღმოჩნდა რომ არის რაღაცა მარადიული, ხო? რომელიც არ დაიგრძალა. რა არის ეს? სული. ეს არის სული. აი ჩვენ დღეს აქ სიზმრებზე ვსაუბრობთ. და არც ერთ არ მიგვიქცევია ყურადღება იმაზე, რომ ეს სიზმრები ახდენს გავლენას რაღაცა ისეთზე, რომელიც არ სრულდება, სულ გრძელდება. რაღაც მარადიულობაზე ახდენს გავლენას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, როდესაც შენგა კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და მეც მაგ ნაწილში ვარ და შეიძლება ეს სურვილიდან გამომდინარე იყოს, მაგრამ როდესაც უფრო არანაკლებ ხშირია, როდესაც შენგე სიზმრება ის რაც საერთოდ არ გსურს. კი, მესმის, მე საქმე ის არის, რომ ქრისტიანობის თავარი წყარო რა არის, ხო, ბიბლია, ხო? ბიბლიაში ჩვენ გვაქვს ორივე მონაცემი. სიზმარი, რომელიც ღმერთისგან არის და სიზმარი, რომელიც ღმერთისგან არ არის. ეს არის ძალიან საინტერესო. აი მაგალითად ერთ ძალიან მოკლე ამბავს მოგიყვებით, ძალიან საინტერესოს. იოსები არის ეგვიპტეში გაყიდული, ცნობილი ის არის ხო სიუჟეტი ბიბლიიდან. ციხეშია ჩასული, სხვადასხვა საკმაოდ მძიმე ბრალდებით, თუ ბრალდება დაომტკის და მას მოკლავენ. ფარაონი ხედავს სიზმარს, ძალიან ბანალური სიზმარი, ძალიან მარტივად ახსნადია. ახლა შეიძლება სიტყვით ვერ ახსნა, მაგრამ ცუდი რაღაცა რო ელოდება ეგვიპტეს გასაგებია. და ფარაონი დაიბარებს ქურუმებს, ქურუმები ვინ არის? იმდროინდელი ინტელექტუალები. სერიოზული ინტელექტუალები, რომლებიც ამ სიზმრას ვერ ხსნიან. 7 ხორცავსე ძროხა ამოდის ნილოსიდან, მერე 7 მჭლე ჭამს ხორცავსეს და რჩება მჭლე. ნუ რაღაც ცუდი 7-თან რაღაცა ცუდი ასოცირებული. ამის მიხედვით ძალიან მარტივია, მაგრამ ხმას ვერ იღებს ვერავინ. და უცებ ამოდის, გამოყავთ ციხიდან იოსები, ვიღაცა დატყობებული, ბრალდებული, რომელიც ზედმიწევნით ახსნეს ამ სიზმრებს. მაგრამ ამ სიზმრების ახსნის წინ ერთად მარტივ რაღაცას ამბობს, რომელიც ღმერთისგან არის. აი ბიბლიაში უკვე აქედან მოკიდებული ჩვენ ხედავთ ამ ორ დამოკიდებულებას. ერთი სიზმარი, რომელიც არის ღმერთისაგან და მეორე, რომელიც არ არის ღმერთისაგან. რომელიც არის ჯადოქრონი, რომელიც არის მისნური. როგორ უნდა გავარჩიოთ? აი როდესაც ვცვალთ კითხვა სიზმარი ღმერთისგან არის თუ არა. მანამდე უნდა დავსვათ სხვა კითხვა. გულის სუფთა გვაქვს. აი ეს ემოციები რაც ილექება ჩვენში. შეიძლება ამას საერთო გქონდეს ღმერთთან? ხო და ეს ემოციები თუ ცუდი გამოცდილებები რო ილექება, მე შეიძლება ეს განცდები მე ამიტომაც ეკლესიას აქვს ერთი ასეთი ჯანსაღი დამოკიდებულება. რომ ეკლესია ურჩევს ყველას, რომ სიზმარს აი ხლა ძალიან ძნელია ყურადღება არ მიაქციო, როდესაც გიხდება აშკარად მოყვლენ კიდევაც და მე შემიძლია მოყვე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. კი, ერთ-ერთი მიხდება. ხო, კი ბატონო, ხდება ასეთი. პრობლემა რა არის? პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გარშემო გარდა ნათელი ძალებისა, ანუ ანგელოზებრივი ძალებისა, დაცემული ძალების მოძრაობა, რომელსაც ერთადერთი სურვილი აქვს. სულის დაპატრონება, აი სულისა, რომელსაც ჩვენ საუბრობთ, რომელიც უკვდავია. და მას აქვს ასეთი განაზრახი, აი ასეთი ახდენები, ასეთი გაცხადებები, ცხოვრების წესად უქციოს ადამიანს, აიყოლიოს. ამიტომ თუ ღმერთისგან არის ეს, მე რო ყურადღებას არ ვაქცევ სიზმარს, თუ ღმერთისგან არის, აც არ უნდა ყურადღება არ მივაქციო, ის მაინც ჩემ წინ დადგება. მაგრამ თუ ის არ არის ღმერთისაგან და ჩემი განუწმენდელი ზრახვების ნაყოფია, მისი უყურადღებობა ჩემს სასიკეთოდ მიდის. მე მჭირდება ეს უყურადღებობა, საჩემოა ეს უყურადღებობა, აი თქო როგორ ბძანეთ, ნინი, არ დამღლის ეს უყურადღებობა, გესმით?